ხალხი გაიპარა. დაგვუცოთ ქრისტეს მიერ საყვარელნო, დღეს არის უდიდესი წმინდანის უდაბნოს მნათობის სინანულის უდიდესი გამოვლინების მარიამ მეგვიტელის ხსენება შეგეწიოთ წმინდა დედის ლოცვა თქვენ ოჯახებს სრულიად საქართველოს უფალმა საოცარი უნარი მისცა და აქედან კიდე ერთი რამ ჩანს რომ ადამიანი რაც არ უნდა დაცემული იყოს, რაც არ უნდა დავარდნილი იყოს, რაც არ უნდა ცოდვაში ინთქებოდეს და თუ მას სინანული გააჩნია, თუ მისი ცხოვრება შეუძლია შეცვალოს, ანუ ცუდიდან კარგისკენ, რა თქმა უნდა, პირველი აგერ მეკითხარით, რომ მარიამ მეგვიტელი გვესახება ამის უდიდეს მაგალითად და ერთმა მოგცეს ის სინანული, ის სულისკვეთება, ის საოცარი სარწმუნოება და ვიტყოდი ეს თავდადება, რაც მარიამ მეგვიტელს გააჩნდა. მე ვიტყვი, რომ თითოეული ჩვენთაგანთვის სახეა და მაგალითია თუ როგორი უნდა იყოს, ანუ ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი. დღეს წაკითხული იქნა მარკოზი მახარებლის სახარება. მაცხოვარი მიდის ქალაქ იერუსალიმში, მას მიყვება თავისი მოციქულები, რა თქმა უნდა, და მაცხოვარი სადაგზა ასწავლის და ეუბნება თან აფრთხილებს, რომ შედიან ქალაქ იერუსალიმში და შემდგომად ამისა თავის თავზე საუბრობს, რომ ის დაჭერილი იქნება, გადაცემული იქნება დელთავრებს, წიგნობრებს, იმ ებრაელ საზოგადოებას, მაშინ ეგრეთ წოდებულ ელიტას და რომ მას დასჯიან, შეურაცხყოფას მიეღებენ, ნერწყვავენ, გაშოლტავენ და მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს იგი აღდგება. და ამ საუბრის დროს მასთან მიდის ორი მოციქული, ჩვენ ვიცნობთ ამ მოციქულებს, ეს არის ორი ზებედეს ძენი, იაკობი და იოანე და ეუბნებიან მაცხოვარს, რომ რაღაც გვინდა რომ გთხოვოთ შენ. და ეუბნება მაცხოვარი, რომ გისმენ, მითხარით რა გვინდა. და იწყებენ საუბარს, რომ გვინდა რომ ერთი მარჯვენით ვიყოთ შენსა, მეორე მარცხენით, აი შენი დიდებით რომ მოხვალ და შენ დიდებაში ვიყოთ. და მაცხოვარი ეუბნება, რომ არ იცი თქვენ რა სიტყვოთ. კარგი დაუშვათ და მე რაც უნდა გავიარო, ნუ ესე მარტივად რომ ვთქვათ, მაცხოვარი ეუბნება, ის ნათლისღება, რითიც მე ნათელი უნდა ვიყო, ის სასუმელი, რითაც მე უნდა შევსვა, თქვენ ვერ ხართ ამის შემძლებელი და ისინი ეუბნებიან, რომ კიდეც შევსვათ იმ სასმელს და კიდეც ანუ იმ ნათლისღებით ვიღებთ, რომელსაც შენ იმაში. მე მაცხოვარი ეუბნება, რომ ეს არ არის ჩემი, ესე ვთქვათ, განსაკითხავი, რომ ესე ვთქვათ, მარჯვენით გაჯდება თუ მარცხენით ადამიანი და ამ შემთხვევაში უკვე ის 10 დანარჩენი მოციქული დაუწყებენ ჩხუბს, ესე ვთქვათ, ყვედრებას და მაცხოვარი აჩერებს და ეუბნება, რომ აი ქვეყანაზე ზოგადად ადამიანს უყვართ ესე დიდად ყოფნა. ძალიან ხშირია ჩვენ ცხოვრებაში, რომ ადამიანები ერთმანეთს თავს ამეტებენ რაღაც ფორმით და ზემოდან უყურებენ. ამიტომ მაცხოვარი აფრთხილებს თავის მოციქულებს და ეუბნება, თქვენ შორის ნუ იქნება ესეო. რამე თუ ვისაც უნდა პიროვნება ის იყოს უკანასკნელი და ზოგადად ვისაც უნდა ბატონობა ის იყოს მათი მონაო. და ასწავლის მაცხოვარი აი ამ ფორმით, რომ თქვენ შორის არ უნდა იყოს ეს, ანუ ეს ხო მარტო მოციქულებს არ ეხება, რამე თუ მოციქულები არიან გამავრცელებლები იმ სახარებისა, ესენი არიან მახარებლები და შესაბამისად ბუნებრივია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ქრისტიან მართლმადიდებლს ზოგადად ადამიანს ეხება. ეს იყო დღევანდელი სახარება. ეხლა მე მინდა ამ სახარებიდან ისეთი მარგალიტები ამოვიღოთ ჩვენი სულისთვის, რაც სასარგებლო ნებისმიერია, მაგრამ რაზეც გაკეთება ძირითადი აქცენტი და ეს არის თუნდაც ის, რომ მასთან მიდის ორი ძე, თქვი ზებედესი, ეს არის იაკობი და იოანე. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მე ხშირად ვთხოვთ ხოლმე, რომ
წაკითხული სახარება დღეს მოსმენილი უბრალოდ კურსით არ გაატაროთ სახში რომ მიყოთ იქაც იფიქრეთ აბა ამ წაკითხულ სახარებაზე და მე მიხვდებით ამ სახარებას წინ უძღვის კიდევ რა თქმა უნდა აქვს თავისი წასაკითხი სახარების ნაწილი ხო უბრალოდ ესეთ რიტორიკულ კითხვას დაგისვათ აბა იცით გახსოვთ რა სახარება ჩვენ ძალიან ბევრი გვისაუბრია ამ სახარებაზე ხო კიდევ ერთხელ შეგახსენებ ამ სახარებას წინ უძღვის 5000 კაცის დაპურება უდაბნოში. აბა გაიხსენეთ. და რა შეობა მაცხოვარი დაპურებას არ გულისხმობ. იქ დაიწყებათ მაცხოვარზე ხოტბის შესხმას, ხო? და ყველაზე მთავარი რა გაუჩნდებათ ხალხს გონებაში? რა კარგია? ორი პურით თუ თევზით ამდენი თევზი განამრევლა 5 პურით აგერ აქ ამის 12000 ადამიანზე საუბარი და შვენიერი მეფეა იტყვის და იქნება აი ეს არის ის ხორჩი ჩვენ ხორჩი მყოფი ადამიანების თვალი დანახული ანუ სხვა ყველას არ ეხება რა თქმა უნდა დღევანდელ დღესაც ეხმიანება ეს სახარება იმიტომ რომ ტაძარში მოსული ადამიანები ბევრი ნუ რასედებს ზოგი რასედებს მაგრამ ყველას არ ეხება იმიტომ არის რომ ზოგადად ხო ესია ვისაც რა უნდა იმას დაინახავს ვისაც რა უნდა იმას გაიგებს და ვისაც რა უნდა იმას წაიღებს აქედან ესეა ყოველთვის ესე იყო ყოველთვის და ამიტომ ვამბობ რომ ნახეთ ამ სახარების მე რატო თქვის წინა მომენტი იმიტომ რომ მოციქულებშიც კი შევიდა ეს მდგომარეობა ანუ ხალხი რასაც ღაღადებდა იქ და ლაპარაკობდა რომ ძალიან ესეთი მაგარია ხო აღმართა ხელნი მაცხოვარმა აკურთხა პური აკურთხა თევზი ჩამოუშვა ხელები და 12 გოდორი კიდე ნამუსრები აიღესო და ისიც ხო ვიცით ეს გოდრები ვინ ატარა ზურგით მოციქულებმა რა თქმა უნდა ხო და შესაბამისად ანუ ხალხში წამოვიდა ეს აზრი რომ აი ეს დავსვათ იერუსალიმის მეფედ მაგრამ მაცხოვარი არ იყო მოსული მიწიერი მეფობისთვის არამედ თვითოული ჩვენთაგან რა თქმა უნდა ზეციური და ის სულიერი რომ მოეცა რათა ადამიანი კი არ წარწმდეს არამედ ცხონდეს თვითოული ჩვენთაგანისთვის გაიღო სასუფევრის კარი ამიტომაც 5 პურისა და 2 თევზის მდგომარეობა რითი გრძელდება, რითი სრულდება, იცით უпроსტად გრძელდება, რომ მაცხოვარი ხალხს ხო გაუშვებს უდაბნოდან და მოციქულებს ჩასვავს ნავში, აბა გაიხსენეთ ეს სახარებაც და სასწრაფოდ გაუშვებს. და ამ ნავში ჩასმით ეს არის სასწაულებრივი ესე თქვა ზღვაზე სვლა მაცხოვრის და ღამე ანუ მათთან მივა ზღვაზე სვლით, წყალზე სვლით. და ნუ შეშფოთდებიან ისიც ხო აი რატომ არის ყოველი დეტალი დაკავშირებული საოცარია სახარება ხალხო ი რას ქვია გეზარება და რას ქვია ვერ წავიკითხე და ყველა საქმე უნდა გადადოდო ჭურჭელიც გასარიცხი უნდა დაგჭირდეს თუ საჭირო მაგრამ სახარება უნდა წაიკითხო იმიტომ ეს არის ჩვენი ცხოვრების წიგნი და აქაც ხდება ნახეთ ხო მაგრები ეგონათ მოციქულებსაც თავი რომ მეფეთ უნდა გაიხადათ და აგე დღევანდელ სახარებაში რა ჩასვლა რომ კაი სამსახურეობრივი ესე თქვა ადგილებიც უნდა ქონოდათ ერთი მარჯვენა ერთი მარცხნივ და ამ შემთხვევაში წყალზე სვლით მიდის მაცხოვარი და აქაც გამოჩნდა მოციქულების მცირედ მორწმუნეობა და შიში. ქარია, ტალღები ეხეთხება და ამ ტალღების აზვითებულ ტალღებში მოდის მაცხოვარი და ეგონათ რაღაცა ბოროტის სული და ეუბნება დამშვიდით ნუგეშინა მე ვარ. წეღარ რა თქვი მიბმულია ესეთი ჯაჭურია და შემდგომი უკვე ახალი ესე ვთქვათ სახარებისეული აღმოჩენა ჩვენთვის რომ პეტრე ეუბნება თუ შენ ხარ მიბძანე რომ მე განმოვიდე წყალზე და იწყებს პეტრე ცვლას წყალზე იქამდე ვიდრე მან მაცხოვარს მოაშორა მზერა და ჩვენს გარშემოც ესეა ხშირად როგორც კი ტოვებენ დედა ეკლესიას როგორც კი ეს ადამიანები რჩებიან აი მადლის გარშე და განძარცულნი აი საფრთხო მადლისა ბუნებრივია მაშინ ხდებიან ლუკმა იმ ბოროტი ძალებისა, რომლებიც შემდგომად იყენებენ ამ ადამიანს იარაღად. და აი ამის შემდგომად უკვე ნახეთ აი ეს მივაბიქრე და ამის შემდგომად უკვე ჩვენ უკვე ხდებით ამ მომენტს. გაიფიქრეს ძმებმა ამდენი სასწაული მოახდინა ხომ? პრეთით აღადგინა ის ყველაფერი აღარ ჩამოთვლი და საოცარი რამე ხილეს.
თუ 5 პურისგან შეიძლება 1000 პური იქნას, თუ 2 თევზისგან შეიძლება ერთ გემს ვერ დაეჭირა იმდენი თევზი და თუ მართლაც ესე უპირებენ მაცხოვარს, რომ იერუსალიმის მეფე გახდეს, რა ჯობია? მოდი პირობითად ავიღოთ. ეკონომიკის მინისტრი ერთი და მეორე იქნებოდა განათლების ამ მსგავსი რაღაც ეგეთი, ხო? და უფალი ამიტომ უნდა თქვენ არ იცით რა სიტყვით ჩემგან. და ესენი უნდა ვიცით. ისევ მატერიალური, ისევ არა აი ესე გჭირს ჩვენ, თუ დაუკვირდებით ძალიან ხშირად. სულიერს გვერდსაულით და უფრო მაინც მატერიალურისკენ მიდის ეს ჩვენი მზე, რაც ყურადღებაც ფეხების თავისით მიდიან და ხელების თავისით მოძრაობენ ძალიან ხშირად. დაეუბნება სასმელი, რომელიც მე უნდა შევსვა, თქვენ ვერ შესვით. ესენი ვერ შევსვათ. თქვენ იმ სასუმელში რა იგულისხმება თქვენი აზრით? ეს არის ის გზა, რაც მაცხოვარმა უნდა გაიაროს. კარგი, დაუშვათ გაიარა. დაუშვათ ჯვარზე გააკრეს, ესე ბევრი გააკრეს მოციქულების, მაგრამ აღდგომა არ შეგიძლია შენი. ვერ აღდგები. გარდაცვლილი ვერ გაცოცხლდები. ამას ეუბნება მაცხოვარი და ამათ ესენი ეუბნება კი როგორ არა. ნათლისღება. რითი იყო ამ შემთხვევაში ჩვენ იმ ნათლისღებაზე არ გვაქვს საუბარი, რაც დაუშვათ იორდანეში ნათელი იყო. ის სისხლი თუნდაც მისი წმინდა სისხლი, რას დაეცა პირველად? ადამის თავის ქალას. თქვენ წმინდა წერილს აკითხულობთ? აბა რანაირად მიყურებთ? ადამის თავის ქალას და ეს იყო გოლგოთაზე, სადაც აი ამით ფაქტიურად ეს იყო ნიშანი განიწმინდა ადამიანის მოდგმა ქრისტეს წმინდა დათხეული სისხლით. ეს რაც არ უნდა ადამიანი წმინდანად ცხოვრობდე, ვერ იქნები შენ საფრთხო, ესე ვთქვათ, იმაში განხილვაში, გამორიცხულია. ამიტომ არის ესენი რომ და ამიტომ მაცხოვარი ეუბნება შემდეგ, რომ არ იცით თქვენ რა სიტყვის და უკვე ესე ვთქვათ, ისინი მაინც თავის აზრზე იყვნენ და ეუბნება, რომ არ არის ჩემდა მოცემული, არაფერს არ ატყუებს, ყველაფერს სიმართლეს ეუბნება, ღმერთმა დაგვიფარო, მაგრამ მე იმაზე იყოს ლაპარაკი, ვიღაცამ არ იფურს, აბა რატო ეუბნება ამას? იმიტომ ეუბნება, რომ მაინც ვერ გაიგებენ ეს ადამიანები. იმიტომ რომ ესე იყვნენ მომართულები. და შესაბამისად მე უკვე მოციქულები გადადიან უკვე ანუ კამაძე რომ ანუ რასეუბნები რატო იმაშები მაცხოვარს და მე მაცხოვარი ეუბნება რომ არ გინდათ ესე იმაშები და ის მაგალითი რომელიც ამ შემთხვევაში ზებედეზე მაჩვენეს ის მაგალითი იმისა რომ მათ უნდათ ანუ ნახე 12-ნი არიყვნენ და რატომ უნდა ყოფილიყო 2 ამიტომ არის უფალი ბრძანებს რომ თქვენ შორის ნუ იქნება ესე მე ძალიან ხშირად მომისმენი ადამიანებისგან, რომ მე ადრეს მithქვამს, რომ რაღაცა თავის გადამეტებით და მეც უნდა შემოძვირფასებო, უფრო ხშირად რომ ვისმენდეთ საფრთხო სიტყვას, ალბათ თითოეული ჩვენთაგანი მიხვდებოდით, რომ რაც არ უნდა სიმაღლეზე იყოს ადამიანი, მისი არც გვარიშვილობა, არც მისი სამსახურებრივი კარიერა, არც მისი, ესე ვთქვათ, სიმდიდრე ვერაცხონებს, ყოველივე დარჩება და ყოველივე მიეცემა სხვებს. ადამიანს მხოლოდ აცხონებს ის, რაც მან გააკეთა სიკეთე და რაც მას საფრთხე იყო ღვთის წინაშე. შესაბამისად, პირველობა, აი მე ხშირად ესეთ კამაჩი ჩავთულ ვარ, ძალიან ხშირად ჩავთულ ვარ, იმიტომ რომ არ შემიძლია მოვითმინო ხოლმე ახლა ვარ ესეთი მოუთმენელი და რა გავაკეთო. მარტო თქვენ კი არ ხართ. მეც ეგრე ვარ. არ შემიძლია უსამართლობის განცდა. არ შემიძლია ადამიანის ჩაგვრა, არ შემიძლია, როცა ადამიანი ტყუილს სიძახის და ამ ტყუილს ამყარებს და ამაგრებს და სხვებსაც აიძულებს რომ დააჯეროს. არ არის ეს სწორი. თვითონ მაცხოვარი გვეუბნება მით უმეტეს სახარების უსწავლებიდან. თუ ერთი რაღაცაც კი მოაგდება, ერთი 100-ს კი ყველა პასუხს აგებს ღვთის წინაშე. ამიტომ არის რომ ჩვენ უნდა ერთი რაღაც ძალიან კარგად გვესმოდეს, რომ შეიძლება წარმატებული დირექტორი იყო, წარმატებული მასწავლებელი იყო, წარმატებული ექიმი იყო, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას კედმაღალი აპარტავანი და ვიღაც უკარება იყო. პირიქით, ნახეთ, მე ხშირად მithქვამს, რომ ადამიანი, ან თქვენც ბევრჯერ შეხვდებოდით ასეთ ადამიანებს, აი არ გინახავთ ადამიანი ძალიან დიდ თანამდებობაზე და ძალიან უბრალო. არიან, ღვთისმადლით არიან და ესეთები ძალიან უყვართ. შეიძლება ძალიან ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრული იყვნენ ხალხისგან, იმიტომ რაც უფრო მეტად მიუშვებ, მეტი გეტკინა, მაგრამ ეს ტკივილი ჯობია. იმ ტკივილს, რასაც ადამიანი შემდგომად, ანუ გარდაცვალების შემდგომ ნახავს, იმიტომ რომ თვითონ ჩვენთანაც ქრისტე მასწავლას იყო, დღევანდელ სახარებაში შეეუბნება. იმიტომ კი არ მოვედი, რათა თქვენ მემსახუროთ მე.
არამედ მე გემსახურო თქვენ. თითოეული ჩვენთაგანი მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. ნებისმიერი მღვდელია თუ ექიმი, მასწავლებელი თუ ნებისმიერი სფეროს ადამიანი. რატომ უნდა უყურებდეს ადამიანი ვიღაცას ზემოდან? არ შეიძლება. ამიტომ არის ამ სახარებაში ჩვენ თვალნათლივ ხედავთ, რომ უფალი გვეუბნება, რომ მისთვის თითოეული ადამიანი არის საყვარელი და მისი შვილი. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ვიღაცა რას თავმდაბლობაზე დგას. ხატი არსებობს, ერთი ბერძნულია, ძალიან კარგი ხატია, უფრო ბერძნულ იკონოგრაფიაშიც არის და აი მაგალითად გემი ესე გამოსახული და გემზე არიან ეპისკოპოსები, მღვდლები, ერისკაცები. გემი ხო ახალი აღთქმის ნოეს კიდობას განასახიერებს და რატომ ვამბობთ ლოცვებში ხო გვაქვს ჩვენ თუნდაც ზიარების წინა რომ ნავსაყუდელია ქრისტე ხო ღელვა გვემულთა და ნავი განასახიერებს ახალი აღთქმის ეკლესიას, ვინც მასში იქნება როგორც ნოეს კიდობანი, ვინც შევიდა გადარჩა, ასევე ახალი აღთქმის ეკლესია. რა თქმა უნდა, ვინც აქ იქნება და მის მადლში და ესე ვთქვათ მაზიარებელი და ამსარებელი გადარჩება და ამ ხატზე არის საოცარი რაღაც, რომ აი უკვე ბერექს რუსულად გამიგონ გადის და აი უკვე ეშმაკის ხელში მყოფი ეპისკოპოსებიც კი, პატრიარქებიც კი და მღვდლებიც და ერის ხალხის მნიშვნელობა არის. მე რატომ ვიზახი, იცი, ქრისტეს მფარველობა, ქრისტეს მადლი ყველაზე წვდება და ყველას ყოფნის. თავარია შენ თვითონ არ იყო აი ამ მადლის არ მიმღებელი და არ იყო ესე ვთქვათ გზას აცდენილი და საოცარი ხატია თქო რატო თვიცით რომ აი ვისაც კი გონია რომ აი ბევრს უთქვას რომ აი მამაო ნეტა თქვენ რომ მოძღვარი ხართ მე რა მე რომ მოძღვარი თუ ჩემი საქმე არ ვაკეთე პირნათლად თუ მე თქვენ არ მიყვარხარ თუ მე ღვთის ესე ვთქვათ სწავლება არ მოვიტანე თქვენამდე კაპიტია ჩემი ფასი გესმით მე პარლამენტარი კი არ ვარ იმუნიტეტი მიცავდეს არა მე ვარ სასულიერო პირი რომელიც პირიქით ვისაც მეტი მიეცა იმან უფრო მეტი უნდა მეტი მოეთხოვება და მეტი უნდა გააკეთოს და ამიტომ აი ეს ეპისკოპოსებიც კი ზოგი გაბოროტებული რომ ხელით ანუ ემუქრებიან ზოგი ეხვეწება რომ ანუ წაიყვანონ იცი რა არის შეიძლება სინანულის ვიღაც მაგრამ გვიანი არ უნდა იყოს და ეს ხატი იმიტომ ვახსენე მე დასკვნით ეტაპზე ვიტყვი რომ თითოეული ჩვენთაგანი ხატება ვართ ღვთისა და მსგავსება ვართ მისი და თვითონ ჩვენთაგანში უნდა იყოს აუცილებლად არა მარტო სინანული, არამედ ნახეთ, ხშირად გამიგია მე რომ აი მე მოვალე ვარ. მოვალეობა კი ძალიან კაია სამსახურები, მაგრამ იქაც უნდა გიყვარდეს შენი სამსახური, თორე მოვალეობით დიდი არაფერი გამოგვიო დამიჯერეთ თქვენ. მოვალეობით გაკეთებული ოპერაცია კარგად ვერ ჩატარდება, თუ სიყვარულით არ კეთდება. მოვალეობით ცოლი და ქმარიც კი ვერ იქნებიან, ანუ გაიყრებიან და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამ არის, თუ სიყვარული არ სდევს თან ამ ყველაფერს შერწყმული თუ არ არის, არაფერი არ გამოდის. ამიტომაც არის, რომ არც უფალს შეუქმნია ადამიანი მოვალეობით, არავისთან მოვალე ის არ ყოფილა. სიყვარულით შექმნა და ჩვენც ამავე სიყვარულით უნდა უპასუხოთ უფალმა გამილოცოთ.